გომის მთაზე გვიან ღამით მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ. დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით ის მუხრუჭის გაუმართავობის გამო ხეს შეეჯახა. გარე ფაქტორებით გამოწვეული გარემოებების გამო საავტომობილო საწვავი არ არის საკმარისი. აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოდან საწვავის მიწოდების გზის მოძებნა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. გუშინ კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა და ის ბიზნესმა შეიტანა. ისივე თქმით, ყველაფერი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში მოხდა. უკრაინამ რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში ვალდბერისის საწყობი და ბომბა მანამდე ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდასხმა განხორციელდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელიც არსებული ინფორმაციით გაზპრომის საკუთრებაა. პუტინი იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შედეგად წართმეულ კურილის კუნძულებზე პირველად ჩავიდა. ვიზიტი მკაცრად გააპროტესტა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 ჩრდილოეთ კუნძული ქვეყნის ძირძველი ტერიტორიაა.